ციხეებში შიმშილობა მასობრივი ხასიათი მიიღო, უკვე მეორე დღეა 1000-ზე მეტი პატიმარი საკვების მიღებაზე უარს ამბობს. პროტესტის უკიდურესი ფორმა მსჯავრდებულების მხრიდან და მოთხოვნები, რომელთა შესრულებასაც შეუძლებლად მიიჩნევს სასჯელ აღსრულების მინისტრი. შიმშილობს ყველა, ვისაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი და ისინი, ვისაც სასჯელის მოხდამდე რამდენიმე წელი დარჩა. სამწუხაროდ სამინისტროს არაფერი არ შეუძლია გარდა იმისა, რომ გვექნება მუდმივი ზედამხედველობა. სამუდამო მისჯილი პატიმრების შესახებ მთავრობა ახალი გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება. გადახედავენ თუ არა საქმეებს, რომელზეც ბრალდებულებს მთელი ცხოვრება ციხეში ყოფნის განაჩენი აქვთ გამოტანილი. 4 დღე ვანო მერაბიშვილის სკანდალური განცხადებიდან პროკურატურა უარს ამბობს გამოიძიოს ექს-პრემიერის მიერ გახმაურებული საკნიდან გატაცების სენსაციური ფაქტი. ეს სერიოზული უწყებაა და ასეთი არასერიოზული განცხადებებისთვის არ ვრცალია. ვანო მერაბიშვილი არის რიგითი პატიმარი და არაფრით გამოირჩევა სხვა პატიმრებისგან. ზუსტად იგივე პრივილეგიით სარგებლობს, როგორც ათასობით სხვა პატიმარი. საპირისპიროს აცხადებს იუსტიციის მინისტრი, რომელიც ფიქრობს, რომ პატიმრების განცხადებებს სერიოზული მიდგომები სჭირდება, რაც აპირებს პარლამენტი და მოითხოვს თუ არა მთავარი პროკურატურისგან ამოღებული იქნას ვანო მერაბიშვილის საკანთან დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები. რამდენი დღე რჩება სერვერზე ჩანაწერების წაშლამდე და რატომ ამბობს უარს პროკურატურა გაასაჯაროოს ის, რაც პოლიტიკურ სპექტრში დაპირისპირების მიზეზი გახდა. დღეს ტოკ-შოუში დიდი პოლიტიკა, ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმეები, ეკა ბესელია და დავით ბაქრაძე, უმრავლესობა და უმცირესობა საკუთარი არგუმენტებით. ხელისუფლებამ ძირითად პრიორიტეტად კვლავაც აირჩია დაპირისპირება და შურისძიების გაგრძელება. პროკურატურა გაამკმაყოფილებს ყველაზე მაღალ დასავლურ სტანდარტებს, იმიტომ რომ საგანგებო ყურადღება ბუნებრივია იქნება მიქცეული სწორედ ამ შემთხვევებზე, სადაც ზოგიერთები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა იყოს პოლიტიკური დევნა. დღეს საღამოს 8-ზე ერთად გავაანალიზოთ ჩვენს გარშემო განვითარებული მოვლენები. გიყვებით ყველაფერზე, გიჩვენებთ ყველაფერს.